ხულოში სოფელ დიოკნიში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა სტიქიამ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და ნათესები და ასევე ხეხილის ბაღები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყრული პროცესი ყოველდღიურად მატულობს და შესაძლოა სასაფლაოები დააზიანოს. ადგილობრივები სახელმწიფოსგან უსაფრთხოების ზომების მიღებას ითხოვენ. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ დაზარალებულებს გეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაეხმარებიან. ეს იყო 100 და დაიძე 1 მეტრ ნახევარზე მაინც. ხედავთ არის დაბზარულების სულ. რამდენიმე დღის წინ მეწყრულმა პროცესებმა სოფელ დიოკნისში ვაჟეთ ზირკვაცის მიწის ნაკვეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მეწყერმა ერთწლიანი ნათესები და ხეხილის ბაღი გაანადგურა. მეპატრონის თქმით, საფრთხე ყოველდღიურად მატულობს, განსაკუთრებით კი უამინდობისას. მეთესა კარტოფილი, ლობიო, მერე მქონდა ხეხილი გაშენებული, ყველაფერი წაიღო და განადგურებულია, დახეთქილია და ალბათ რო გაწვიმდება, თავისთავად მოსალოდნელია კიდე რო წაიღოს ჩემი საგამიდამო მიწის ნაკვეთი მიახლოებით 300-400 მეტრამდე კიდე. ზოგი სასაფლავები ამოიღეს, წაიღეს და რა ვიცი და ხალხი მიწის ნაკვეთი ძალიან მცირე აქვს. ამით ეს არის მისი შემოსავალი. მარტო ამით ცხოვრობს პიროვნება 2 პირუტყვი ყავს და დანარჩენი 1000 მეტრო მიწიდან 400 მეტრო მიწა წავიდა ხელეს მიოემატა და ვსე. მეწყრის შედეგად განადგურების პირას მყოფი სოფლის სასაფლაოდან ადგილობრივების ერთმა ნაწილმა საფლავები უსაფრთხო ადგილას გადაიტანა. დიოკნისელები ამბობენ, რომ საფრთხე დარჩენილ ნაწილსაც ემუქრება. ისინი ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას ან გამაგრებითი სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ. მიზულებული გაგვდი ეს საფლავები ამოგიღო და გადაგვეტანა უსაფრთხოა, იგერ გადავიტანეთ, იგერ არის 14 საფლავი, 14 საფლავი, აქედან 9 გადავიტანეთ, დარჩა 5 და ამასაც საფრთხე აქვს. გლახამითით რომ გაწვიმდეს, ეს ადგილი კიდევ წავა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ მცირებზარები აქ მანამდეც იყო, თუმცა მეწყრის განვითარების საშიშროება არ არსებობდა. ისინი სტიქიის გააქტიურების სავარაუდო მიზეზად სარწყავი წყლის მილების არარსებობას ასახელებენ. არ იყო კარგად დამონტაჟებული სარწყავი მილები და გამდენარი წყალმა დროთა განმავლობაში დაგუბდა, არ გაატარა წყალი და მოსკდა უცბად გარკვეული რაოდენობის მიზეზი. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ვითარებას გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეამოწმეს. მათი დასკვნის შემდეგ დადგინდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. დაათვალიერეს, დაართურათეს, შექმნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, პარალელურად გეოლოგების სამმართველოდან ამოვიყვანეს ჯგუფი, გეოლოგები რა დასკვნასაც დადებენ სახელმწიფო დასკვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიიღებს ღონისძიება, გამაგრების სამუშაოებს ჩაატარებს. თუ იქ საცხოვრებლად აღარ შეიძლება ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამონახავს შესაბამის პროგრამას. ადგილობრივები ყოველ უამინდობაში შიშით ხვდებიან და ეჭობენ, რომ შესაბამისი ზომების არ მიღების შემთხვევაში სტიქია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.